გამარჯობა ძირფასებო. თუ ამას უყურებ შენ უკვე უნდა იცოდე რომ ჩაწერილი არის და გაშვებული არის სოციალურ ქსელებში ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ შემოთავაზებული ინსტრუქციიდან გამომდინარე თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ტესტები. პირველ ორ ბლოკზე ანუ არჩევით ბოლოიან 34 კითხვაზე და რუკაზე წინა ამის წინ ჩაწერილში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და გაგიხსენით მე მგონი მარტივად გავხსენით ფიქრობ მე ესე რავით დანარჩენ შენ თქვენ თვითონ გადაწყვიტოთ მარტივი არის თუ არა ეს ყველაფერი კომენტარებში შეგიძლიათ გამოგზავნოთ შეკითხვები თუ რამ გაუგებარია და რა თქმა უნდა დაგეხმარები პრობლემა არ არის მაგისთვის ვარ მე ჩემო კარგო ხო და ეხლა უკვე დღეს გადავალთ ხუთქულიანზე ანუ ახლანდელ ვიდეოში ხუთქულიანი დავალება როგორ უნდა შევასრულოთ მაგაზე ვისაუბრეთ მე დარჩება ისტორიული წყაროს ანალიზი და ერთი ვიდეოც იმას მიეძღვნება აქვე შეგახსენებთ რომ სანიმუშოდ რო იცოდეთ მაინც აღებული არის თვითონ ეროვნული გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი ტესტი რომელიც გამოყენებული იყო შარშან გამოცდაზე და იმის მიხედვით მიყვებით ჩვენ რა თქმა უნდა ყველაზე რელევანტური მაინც ის არის და არა რაღაც სხვა ორგანიზაციების მიერ შედგენილი ტესტი. კარგი, მოკლედ გავყვეთ ახლა ხუთქულიანს დავალებას და ვნახოთ როგორ უნდა ამაზე პასუხები არ არსებობს, უბრალოდ რეკომენდაცია ეხლაც გამოგადგებათ და ვნახოთ რა ხდება. გაგახსენებთ რომ ინსტრუქციას როგორც სხვა დავალებებში აქაც აუცილებლად ვეცნობით და მივაქცეთ ყურადღებას იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის აქ გადმოცემული და ჩვენ არასრულად არ შევასრულოთ მე და არ დავჭეთ უკმაყოფილო და არ დავიწყოთ მე წუხილი იმაზე რომ ხარ გავასაჩირო და რატო გამიკეთეს ესე წავიკითხოთ ინსტრუქცია მაგალითად ინსტრუქცია გვეუბნება რომ 37 და 22 და 23 დავალებები აუცილებლად შეფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პასუხს ახლავს ლოგიკური არგუმენტებიო და ამავდროულად არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომასო და მხოლოდ არგუმენტების გარეშე და მხოლოდ დასახელება პასუხის არ შეფასდებაო მაგას გვეუბნებიან ასევე 37-4-ზე დავალება არ შეფასდება თუკი მაგალითად მხოლოდ ანალოგია მოყვანილი და არ არის დასაბუთებული მოტანილი ფაქტები ან პირიქით თუ არისო რა ანუ ამას ყურადღების მიქცევა უნდა აუცილებლად თორე მე დავიწყებთ წუწუნს და რა თქმა უნდა ეხა მე მისმენს ამას უკვე ყურადღებას მიაქცევთ და სათუძუნო თქვენ დარწმუნებული ვარ არაფერი არ გეკნებათ ყველაფერს შეასრულებთ ისე როგორც გთხოვენ დაწრულებით წერტილძიმეს მიაქცეთ ყურადღება აქვე მინდა გითხრათ რომ ფრჩხილებში რო უწერიათ 1 ვინც არ იცის ეხა ზოგმა ალბათ იცის ეს ნიშნავს რომ ეს არის ერთქულიანი ხოლო 2 რომ წერია ეს არის ორქულიანი და ამას ესე იგი ნიშნავს რომ სრულყოფილი პასუხში ვთქვათ 37-4-ში მივიღებთ ორქულას და ამიტომ ჩემო კარგებო გაითვალისწინეთ ეს ამბავი და მიაქციეთ ამას ყურადღება როდესაც ამ შეკითხვას წავიკითხავთ რა თქმა უნდა თელის ცოდნა უნდა ამოგვიტივდიდეს რაც უკავშირდება ამ პერიოდს და ფრანგთა სახელმწიფოს წარმოქმნას უნდა გაგვახსენდეს რომ როგორ წარმოიქმნა რომ ხლოდვიგი რო იყო მისი დამფუძნებელი შემდეგ რომ იყვნენ ესე ვთქვათ მეროვინგების დინასტია და მერე პიპინ მოკლე შეცვალა და კაროლინგების დინასტიით შეიცვალა ეს პიპინიც პაპმა აკურთხა მეფედ უბრალოდ დართო ნება რომ მეფე გამხდარიყო და შემდეგ რა ხდება უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ დროისთვის არსებობს ბიზანტიის იმპერია რომელიც ამბობს რომ მე ვარ მემკვიდრე თქვენ არავინ არ ახართ დედამიწაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმიტომ რომ დასავლეთ რომის იმპერია დაეცა და ამიტომ ჩვენ ვართ მემკვიდრეები მხოლოდ და აბა არავინ არაფერი არ გაბედოს თორე არც რას გიზავთ დაგინგრებთ წვიფის და დაგლეწავთ ძვლებში და მხოლოდ ერთი იმპერია უნდა არსებულიყო გარდა ამისა კიდევ ხდება ესეთი რაღაცა რომ რომის პაპის მნიშვნელოვანი ენა იკარგება და თითქოს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ჩრდილავს და ამას პაპები ძალიან განიცდიან რა მოკლედ აი ამ მდგომარეობას და განსაკუთრებით ეს იყო
პაპ ლეო მესამის დროს, რომელიც კარლოს დიდის დროს იყო რომის პაპი, ანუ კარლოს დიდი როცა იყო ფრანკთა იმპერატორი, ფრანკთა მეფე და შემდეგ იმპერატორი რა თქმა უნდა, რომის პაპი იყო ლეო მესამე და ესე იგი, მათ ძალიან დაძაბულ სიტუაცია ჰქონდა თავისსავე თეოკრატიულ სახელმწიფოშიც და მოკლედ იქაც მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და იქნება ესეთი სიტუაცია, რომ მას ჭირდება ერთგვარი მხარდაჭერა. ხა კონსტანტინოპოლისგან ვერ მიიღებს მხარდაჭერას, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლის თავის პატრიარქი ყავს და ამიტომ მას მხარდაჭერა ჭირდება ამ დროის ყველაზე გაძლიერებული სახელმწიფოსაგან, რომის ფრანკთა სახელმწიფოსაგან. მოცხადია, რომ მანამდე პიპინს მხარი დაუჭირა პაპმა და ეხლა უკვე კარლოსი არის გამორჩეული მეფე, რომელიც დაპყრობებს ახორციელებს და როგორც წყაროები გადმოგცემენ, შეიძლება თუნდაც სხვანაირადაც იყო, წყარო გვეუბნება, რომ თითქოს მოულოდნელად აკურთხეს კარლოსი იმპერატორად და მოულოდნელად დაადგა თავზე მას კარლოს იმპერატორის გვირგვინი ღვთისმსახურების მიმდინარეობისას რომის პაპმა ლეო მესამემ და ყველამ ამ დროს წამოიძახა გაუმარჯოს კარლოს ავგუსტოს ღვთისაგან დანიშნულს და მშვიდობის ყოფილ რომის იმპერატორს. ეს ამას რა თქმა უნდა კი არ დავწერ ჩვენ ესეთი რაღაც რო დაწერო არ წამკითხო გამსწორებელი წაიკითხავს გაგინებთ ალბათ კაცს გაგიждდება ქალი თუ კაცი ვინც იქნება ის გამსწორებელი ეს რამხელა დაუწერია ამან ფიქრებში უნდა გაგვილოს უცებ უბრალოდ მე მიმართულებას გაძლევთ და შემდეგ უკვე გადავდივართ მიზეზის აღწერაზე აქვე მინდა მიაქციოთ ყურადღება ნახეთ როგორ გისვამენ შეკითხვას დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზეზი ანუ 800 წელს ფრანკთა მეფე კარლოს იმპერატორად ეკურთხა. ცოტა ესე ცუდად შეასმული შეკითხვა აქვს, იმიტომ რომ რა კუთხით სვამს გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ ტესტში შეკითხვას ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ მეფე რატო ეკურთხა კარლოს იმპერატორად ამის მიზეზი, თუ პაპმა რატომ აკურთხა იმპერატორად ამის მიზეზი, მაგრამ რახან უფრო თქვენ სახელმწიფოებში ასე ისწავლედით, რომ ის პაპმა აკურთხა იმპერატორად თავისი მძიმე მდგომარეობის გამო ესე იგი უკვე პაპზე წავიდეთ მაშინ როცა მიზეზის პასუხს გასცემთ მე ახლა გიჩვენებთ როგორ ჩამოვაყალიბოთ ეს პასუხი და კიდევ ერთ ნიუანსს მიაქციეთ ყურადღება აქ რომ გვეკითხებიან ხშირად ეშლებათ ხოლმე მიზეზი და მიზანი და წერენ ესე პასუხს რომ იმიტომ რომ დავუშვათ პაპს უნდოდა იმიტომ რომ პაპს სურდა იმიტომ რომ ის და იმიტომ რომ ეს არა რაღაცა თუ სურდა რაღაცა თუ უნდოდა ეს არის მიზანი და იმისათვის რომ აქ ჩვენმა გამსწორებლებმა არ ისარგებლონ და არ ჩაგვიჭირონ ამ ნიუანსში, ნახეთ ნიუანსში არის ეშმაკი დამარხული და ამას მივაქციოთ ყურადღება. მიზეზს, ნახეთ შეკითხვა თქვენ პასუხს უნდა ესმებოდეს რატომ, რა მიზეზით მოხდა ეს. რა სურდა და რა უნდა შეიძლება დაამადო. მაგრამ თუ შენ მარტო ესე დაწერო, იმიტომ რომ რაღაც იმპერატორს სურდა, დაცული ყოფილიყო თუ რაღაც ესეთი სიტყვაზე ლაპარაკობ მეფისაგან, ეს არის მიზანი. და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას მიზეზს დააგვერდით. და შენ როდესაც მოიფიქრებ შეკითხვას და დაწერ დააგვერდი, ხომ არ პასუხობს შეკითხვას რა მიზნით, რა სურდა, რა უნდა და თუ ამას პასუხობს ეს შეკითხვა ან არა ვარგა, ან არასრულყოფილია. დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზეზი. და რაც ზემოთ ვილაპარაკეთ, ის ნათქვამი შეიძლება ჩამოვყალიბოთ ასე, როცა კარლოს იმპერატორად აკურთხა პაპმა, პაპის ავტორიტეტი და გავლენა შერყეული იყო. ძლიერი პოლიტიკოსი ფარული მას არ ყავდა, ამიტომ კარლოსთან ალიანსი პოლიტიკურად აძლევდა ხელს, რომ თავი დაეცვა მტრებისაგან და ამავდროულად დაემტკიცებინა, რომ პაპით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იმპერატორის არჩევაში. ვისთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება დადებითი შედეგის მომტანი გარდა კარლოსისა და მისი ვასალებისა, აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად. რა თქმა უნდა, აქ პასუხს გვიადვილებს თავში დასმული შეკითხვა და ჩემი შინაარსი, რომ პაპსაც სურდა ეს ამბავი და უკვე ამან მინიშნება უნდა მოგვცეს და ეს პასუხი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ. რომის პაპისთვის კარლოს იმპერატორად კურთხევით პაპა ერთის მხრივ აჩვენა, რომ მას შეეძლო იმპერატორის კურთხევა და ამაში მონაწილეობის მიღება, მეორე სხრამით მისი გავლენა გაიზარდა და ბოლოს მან მოიპოვა ძლიერი მოკავშირე, რომელიც ეკლესიას დაიცავდა. შეიძლება ახლა აქედან მხოლოდ ერთი არგუმენტი დავიწყოთ, ანუ პასუხი არის
ერთის მხრივ აი ამ ნაწილამდე შეიძლება ითქვას და ერთის მხრივ აქედან უკვე არგუმენტები ერთად ჩვენ გვთხოვენ. ანუ აქ რამდენიმე არგუმენტი არის მოყვანილი და შეიძლება ჩვენ ერთი არგუმენტი დავდოთ და არა ყველა. ეს შეკითხვა მესამე პირიქით არის დასმული საპირისპიროდ, ვისთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება უარყოფითი შედეგის მომტანი გარდა კარლოსისა და მისი ვასალების პირადი მოწინააღმდეგებისა, აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად. ესე იგი, შეკითხვიდან ვიგებთ, რომ უკვე ვისთვის ყოფილა უარყოფითი შედეგის მომტანი და ვიგებთ, რომ კარლოსისა და მისი ვასალების და მისი პირადი მოწინააღმდეგების ყოფილა, მაგრამ კიდევ ვისთვის იქნებოდა მაგას გვეკითხებიან. ამ ამბავმა უნდა გავახედოს ფრანკთა იმპერიის გარეთ, რადგან მე როგორც თავში თუ კიდევ არსებობდა იმპერია ბიზანტიისა და აი რატომ. ესე იგი, ბიზანტიის საიმპერატორო კარისთვის აქამდე პასუხი და მეორე არგუმენტი. იქ თვლიდნენ, რომ მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორი უნდა ყოფილიყო ქრისტიანთა ბრძანებელი, ახლა დასავლეთში გაჩნდა იმპერატორი, რაც აზიანებდა ბიზანტიის ავტორიტეტს. და ბოლოს დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა მე-10 საუკუნის ევროპაში, მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად. ანალოგიური, ანუ ფრანკთა იმპერატორი რო გახდა, ესე იგი კარლოსი ამის მსგავსი უნდა გავიხსენოთ და აუცილებლად ორი არგუმენტი უნდა მოვიტანოთ. ესე იგი ჯერ დავწერთ იქ პასუხობის პუნქტებში ანალოგია ეს და ფაქტი პირველი ეს, ფაქტი მეორე ეს, რითაც მივამსგავსებთ მე-10 საუკუნეში მომხდარ ამ მოვლენას. რა თქმა უნდა, მე-10 საუკუნეში მსგავსი მოვლენა თუ არ გაგვახსენდა, ისე ამას ვერ დავწერთ, მაგრამ დავფიქრდეთ ცოტა და მე ხა მე-10 ვარიანტს შემოგთავაზებთ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე-10 საუკუნიდან ყველაზე მეტად გაგვახსენდება ანალოგიურ მოვლენაში 962 წელს, როდესაც ოტო პირველი იმპერატორად აკურთხეს და როგორც აქ მიწერია, ასე დავწერთ 962 წელს ოტო პირველის იმპერატორად კურთხევა და ის ხდება გერმანელი საღვთო რომის იმპერატორი და არგუმენტები. რატომ არის ახლა ეს იგივე ანალოგია, ამისთვის მოყავს არგუმენტები. პირველი არგუმენტი ოტოც პაპმა აკურთხა, ანუ ისიც პაპმა აკურთხა და მეორე არგუმენტი, როგორც კარლოსმა ოტომაც შექმნა ძლიერი იმპერია, რომელიც ეკლესიასთან ახლოს იდგა და ქრისტიანულ ევროპაში დიდი გავლენა მოიპოვა. რასაკვირველია, ეს არ არის არგუმენტები მხოლოდ აპრიორი ჭეშმარიტება, რომ ამის გარდა თითქოს სხვას ვერ მოიყვან, შეიძლება სხვაც მოიყვანოს, სხვა პასუხიც გასცე, არგუმენტი სხვაც ნახო, მაგრამ მიმართულებას ეს ყველაფერი მოგცემთ, თავარია იფიქროთ და ყოველ შემთხვევაში უპასუხოთ მაინც არ დატოვოთ, რაღაცა მაინც ყოველ შემთხვევაში დაწეროთ. დღეისთვის ეს იყო საკმაოდ ფლობად გამოვიდა ესეც და აბა გემშვიდობებით. შემდეგი ბლოგი უკვე ჩვენ გვექნება წყაროს განხილვა, თუ რა თქმა უნდა გაინტერესებთ თუ არ გაინტერესებთ, არ გვექნება, რა ვიცი, მითხარით გაინტერესებთ თუ არა. კარგად, იყავით შემოტკბილება ნახვამდის.